ილია მეორის განუზომელ გავლენაზე, მის როლსა და საზოგადოების დამოკიდებულებაზე საუბარს უკვე ელენე ოთარაშვილთან ვაგრძელებთ. ელენე, მოგესალმები. მადლობა დროისთვის და სტუმრობისთვის ამ რთულ პერიოდში. ელენე, უპირველესად მინდა კითხო ის პირადი მოგონებები, რაც გაკავშირებდა პატრიარქთან, იმიტომ რომ ჩვენ თქვით, რომ მის ისტორიული როლი იყო ძალიან დიდი, ხო, ეპოქალური პიროვნება იყო, თუმცა თითოეულ ადამიანს თითქოს ჰქონდა მასთან პირადი ისტორია და კავშირი, მას უყვარდა ადამიანებთან კომუნიკაცია და კონტაქტი. თქვენ შემთხვევაში რა იყო ის მოგონებები, რაც ყველაზე მეტად გახსენდებათ ახლა? მარიამ, ძალიან ძიმე დღეები გვიდგას და დღეს ჩემთვის ძალიან რთული იყო აქ მოსვლა და პატრიარქზე საუბარი, მაგრამ რა თქმა უნდა უარი არ ვთქვი ამ შესაძლებლობაზე, იმიტომ რომ ჩემზე პირადად ჩემს ადამიანად ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა პატრიარქმა. ყველას ალბათ თავისი წილი პატრიარქი ყავს გულში და ყველას ძალიან ბევრს რაღაც თავისი ისტორიები აქვს და მე ესე მოხდა რომ 12 წლის ასაკში დედამ წაგვიყვანა ტაძარში და გავხდით მრევლი, ვეზიარეთ ამ მადლს და დავიწყე ესე პატრიარქის ქადაგებების მოსმენა და მახსოვს რომ ესე ჩემ დღიურში ვიწერდი მის ფრაზებს და ძალიან შთაგონებული ვიყავი ამ ყველაფრით. მერე იმდენად ესე ღმად შევედი რომ 14 წლის ასაკიდან გავხდი მგალობელი და მთელი 25 წელი ალბათ მე ტაძარში ვგალობდი. ყველა ის წუთი მახსოვს პატრიარქთან მიახლების, იმიტომ რომ მისგან მოდიოდა იმდენად დიდი სიყვარული, სიკეთე, სიმშვიდე და ეს საოცარი მადლი, რომ თან ის მახსოვს, რომ მე ყოველი მიახლებისას ცრემლები თავისით ჩამომდიოდა ღაპაღობით და ეს დღეებიც ვერ ვიკავებ ცრემლებს. მერე ისე მოხდა, რომ მე კონსერვატორიაში ჩავაბარე და ჩემი პროფესია პირველი იყო მუსიკათმცოდნეობა და დიპლომის თემათაც ესეთი ძველი საგალობლების კვლევა ვირჩიე, ძველი ნევრული სისტემების კვლევა. და იმ პერიოდში, სადღაც 18-19 წლის ვიყავი, ესე პირადად შევხვდით პატრიარქს საპატრიარქოში და ვუგალობთ მისი საგალობელი წმინდა ღმერთო. მაშინ ეს საგალობელი ესე ფართედ ჯერ არ იგალობებოდა და ძალიან გაუხარდა. რაღაცები მოგვიყვა, დაგლოცა და გაგვიმასპინდნენ უგემრიელესი ყავით, რომელიც მსგავსი მე არასოდეს გამისინჯავს და რაღაცა უგემრიელესი შოკოლადებით და ეს ჩემს მოგონებაში ძალიან ესეთი ერთ-ერთი ტკბილი ის არის მოგონება. მერე იყო რამდენიმე წელი გავიდა და დაახლოებით 2007 წელი იყო, უკვე მე რაღაც ჯგუფში მღეროდი და ეს რონდოსთან ერთად პატრიარქი ხშირად იწვევდა ხოლმე მუსიკოსებს, შემსრულებლებს, ხელოვან ადამიანებს, იცით როგორი დამფასებელი იყო ხელოვნების კულტურის, საოცრად აფასებდა და საოცარი მსმენელი იყო და მახსოვს ნიკოლოზ რაჭველი, კიდე რამდენიმე შემსრულებელი, სიმონ ჯანგულაშვილი, ჩვენ რონდო და ეს იყო აი რაღაცა მუსიკის და ხელოვნების ზეიმი, მუზიცირებდით, ვასრულებდით სხვადასხვა სიმღერებს და პატრიარქი იყო ძალიან ბედნიერი და ჩვენ ვიყავით ძალიან ბედნიერები. მაშინ ალბათ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდით ეს რასთან მქონდა შეხება. დღეს ბევრად უფრო ძვირფასი გახდა კიდევ ეს მოგონება. მერე გავიდა ბევრი წელი და მე უკვე როგორც სასტუმროს ხელმძღვანელი წინანდალში Redison Collection-ში, მაშინ Redison-ის გენერალური მენეჯერი ვიყავი და ეს პანდემიის წელი იყო, პატრიარქი უკვე შეუძლოთ იყო და ჩამობძანდა ჩვენთან. და ეს იყო რაღაც საოცარი სიხარული, რომ ჩვენ შეგვეძლო პატრიარქზე ზრუნვა. მისი საკვებიდან დაწყებული და ეს როგორ ყოფილიყო
საუკეთესოდ მოსვენებული და აი მაშინ მისმა თანხლებმა პირებმა გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა და მომცეს საშუალება რომ ესე პირადად მივახლებოდი პატრიარქს დამლოცას ანთლები მაჩუკა მე ღაპაღობით ჩამომდიოდა ცრემლები ეს იმხელა მადლის ადამიანი იყო რომ ხო სხვანაირად აი თითქოს გული ვერ იტევდა სიმხელა სიკეთე მოდიოდა მისგან მოკლედ ამ სიყვარულს ალბათ ჩვენი ვალია რომ ეს გულით ვატაროთ და აი ეს რაც დაგვიტოვა აი თაობებს უნდა შევინახოთ და არავინ არ დაივიწყებს არასოდეს ჩვენს კი, ნამდვილად ასეა და მინდა სწორედ ეს კითხოთ. თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი მემკვიდრეობა, რაც დაგვიტოვა გარდა იმ ისტორიული მიღწევებისა, რაც მის მმართველობის პერიოდში მოხდა, ხო? თუმცა საზოგადოებრივ ნაწილზე მინდა აქცენტი გავაკეთოთ. არ წყდება ხალხის ნაკადი და ყველა ცდილობს პატივი მიაგოს პატრიარქს. შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი და უპრეცედენტო მოვლენა ჩვენი საქართველოს ისტორიაში. თქვენი შეფასებით და თქვენი პირადი მოსაზრებით, რა მთავარი გავლენა დატოვა პატრიარქმა ჩვენ საზოგადოებაზე? პატრიარქი მართლა ეპოქალური მოვლენა იყო 59 წელი საქართველოს ეკლესიის საჭეთყრობელი და ადამიანი რომლისაც ყველაზე მეტად ჯეროდა ხალხს და ქვეყნის გამაერთიანებელი ადამიანი რომელიც ასევე იყო საოცარი ლიდერი შორსმჭვრეტელი ქარიზმატული თავისი რაღაც საოცარი იუმორით თან თავმდაბლობით თითქოს არასოდეს გაგრძნობინებდა როგორი დიდი ადამიანი იყო და ესეთ ქვეყნის გარდამტეხ მომენტებში ყოველთვის იქიდგა მთავარი ფიგურა იყო 9 აპრილის კადრებიც დაიდო ახლა და როგორი ემოციურია ხო ამ ყოველთვის გახსენება როგორ ნერვიულობდა თავის სამცოზე და ისტორია შეაფასებს ამ ყოველფერს რა თქმა უნდა და ბევრად უფრო უკეთესად გავიაზრებთ ეს რამდენად დიდ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა ეს იყო ჩვენი ერის ხერხემალი, სულიერი ხერხემალი და ჩვენი იდენტობის ნაწილი. ჯერ მარტო ის რა დღეს რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია სწორედ მისი მმართველობის დროს მოხდა ამის დაკანონება და კიდევ არაერთი ძალიან ბევრი ბრძნული ნაბიჯი გადადგა მან და აი რასაც აღნიშნავდი ასევე ის რომ მან აი სარწმუნოება და ინტელექტი, კულტურა ეს ყველაფერი ისე დააკავშირა ინტელიგენცია მოიზიდა იმ პერიოდში და ხო ყველა თავისთან ყავდა, ყველა ახლოს ყავდა. ყველასთვის იყო мама. ეს დიდ ადამიანებს შეუძლიათ მარტო რომ ეს სიყვარული თელ ერს გაუნაწილო და გაუზიარო და დღეს ვხედავთ რა ხდება მართლა არ წყდება ხალხის ნაკადი მე მჯერა რომ ალბათ სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვლენ მომლოცველები იმიტომ რომ ეს იყო ქრისტიანული სამყაროს უდიდესი მნათობი აი მზესავით ადამიანი და ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ არის ის რომ ის რასაც გვიქადაგებდა აი ეგ ახლა უფრო უკეთესად უნდა გავიაზროთ ჩემს ჩანაწერებში გუშინ მოვწებნა ის ჩემი ძველი დღიურები მის ფრაზებს რო ვიწერდი ხოლმე და ერთი ეს ფრაზა მომხვდა ძალიან რომ ისი არ დაღამდესო რომ ვინმე არ გაახაროთ აი ეს აქვს ნათქვამი და იმახსოვს რომ ესე რომ ვისმენდი ან სად მოვკითხულობდი ამებს ვიწერდი ხოლმე და კიდე მახსოვს ესე ამბობდა რომ უფალსო თქვენი სიტყვებით ესაუბრეთ და ბავშვი ვიყავი და ეს ლოცვები ხო ბოლომდე არ მესმოდა მაშინ და ეს რო გავიგონე რაღაცა მაშინ უფრო გამეხსნა ეს ის რომ შემეძლო რომ უფალთან რაღაცა ჩემი ბავშვური სიტყვებით მესაუბრა ხო ყველა ჩვენთაგანზე ალბათ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და ამ შედეგს ყველას მოგწდა მისი სითბო და სიყვარული რაღაც განუზომელი სიყვარული რაც დაგვიტოვა და რისი მაგალითიც იყო და ის საოცარი თავმდაბლობა კიდევ რომ ეს უნდა ვისწავლოთ ნამდვილად ეს უნდა ვისწავლოთ აუცილებლად ელენე ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის ამ რთულ პერიოდში მადლობა კიდევ ერთხელ ელენე ოთარაშვილი იყო ჩვენთან ერთად დღევანდელ ეთერში